გამარჯობა. როგორ ხართ მეგობრებო? ისვენებთ? დასვენება კარგია. დასვენებასა და მუშაობას შორის თუ არის ხოლმე არჩევანი, მე სულ დასვენებას ვირჩევ. უпростоრად ავირჩევდი. ჯერ არ მქონია ცხოვრებაში ეგეთი შემთხვევა, რომ ეთქვათ, გიორგი, აირჩიე ან დასვენება, ან მუშაობა. შენ გადა როგორც შენიტყვი, ისე იქნება. მე მაქვს იდეა, უახლოეს მომავალში, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას უმუშევარს რო დაგვტოვებს, კანონით ყველას გქონდეს უფლება წელიწადში 24 დღე გავიდეთ სამუშაოდ. ეგეთი ის რა იყო, აგვისტოში 1-2 კვირა გავალ სამუშაოდ. 2 წელი არ მიმუშავია, 1-2 დღე უნდა გავძრე რუსთავში. ჩემი აზრით, ტურისტული სააგენტოები შემოგთავაზებენ პაკეტებს, სამუშაო ტურებს, 7 დღე, 6 ღამე, დორტმუნდი, ბოხუმი, გელზენკირშენი, დაუვიწყარი შტაბ-ეჭდილებები ქვანახშირის, რკინისა და მარილის საბადოებში. არ იქნება ეგეთები? 1500 ლარად. იცინეთ და დაიჯერეთ, რასაც გეუბნებით, მუშაობა მოგენატრებათ. მოვადრო და მუშაობა მოგენატრებათ. მანამდე კი კარგი დასვენება ყველას, ცოტა კი მერიდება ამის თქმა, მესმის შვებულებაში ხართ, მაგრამ არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილა კი ჩართეთ. სხვა რას შვებით? კარგია გრილი ზაფხული. მესაუბრეთ ამინდზე. როგორც ხვდებით, დროს ვწელავ, სანამ ევროტურნირების თემაზე გადავალ. პატიკო, კაია გრილი ზაფხული. მაინც უნდა გადავიდე ხო ევროტურნირში? მოგიწევს. კარგი, რადგან სხვა გზა არაა, ცოტა დავიღალე რა. ქართულ საკლუბო ფეხბურთში რამ უნდა გაგვაკვიროს, ხო? რა უნდა მოხდეს, რომ საოცარი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი რეგრესი ამოუწურავია. აღმართი გვაქვს. ანუ არ არის ქვედა ჭერი ჩვენ. არა გვაქვს რა. დინამომ 7-2 წააგო ჟალგირისთან. ტორპედოს კონფერენს ლიგაზე 3-0 მოუგო ისეთმა გუნდმა, რომელიც კონფერენს ლიგაზე ვერ გავიდა წელს. არ უნდა ყოფილიყო მანდ საერთოდ აჭუქეს. ეგეთ გუნდთან წავაგეთ კონფერენს ლიგას. დილამ სან მარინოს გუნდთან წააგო. ავტობუსი ეყენა სან მარინოს გუნდთან. სან მარინოს გუნდი უწყვეტად გვიტევდა და ჩვენ ვიგერიებდით. და მეკარის ძალიან მაგარი თამაშის ხარჯზე 2 მატჩის ჯამში გავძვერით. იბერიას შეუძლია ოდნავ ჩამოგრეცხოს ტალახი, თუმცა მიუხედავად იმისა, იბერია გავა ძირითად ეტაპზე თუ ვერა, წლევანდელი სეზონი ყველა შემთხვევაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე იმდენჯერ გვისაუბრია, არ ვიცი რა ვთქვა, უпростоრად ახალი რა ვთქვა, მილიონჯერ გადაღეჭილი თემაა. ამიტომ მოდი პატარ-პატარა დეტალებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელიც სინამდვილეში ძალიან დიდი პრობლემების ინდიკატორია, მაგრამ ნუ ახლა გავიგეთ ხო ის რამდენჯერ თქვით ახლა რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ მოდი ახლა წვრილმანებზე, ვითომ წვრილმანებზე ვისაუბროთ. პირველი ვინმეს გაგიგიათ ქართულ კლუბს ვაკანსია გამოეცხადებინოს. რომ აი ვეძებთ აი ამას და ამას. გამომიგზავნეთ, დამილინკეთ, მიმდინარე ვაკანსია არ მინდა. ბოლო 20 წელიწადში რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქართულმა კლუბმა გამოაცხადა ვაკანსია. რომ ვეძებთ მენეჯერს. მაშინ როცა თელს მსოფლიოში
ორგანიზაციები ნებისმიერ სფეროში, საფეხბურთო კლუბიდან დაწყებული, სანაყინეთით დამთავრებული, ნადირობენ ხარისხიან თანამშრომელ კადრებზე, პროფესიონალ კადრებზე. მიდის ნადირობა ყველა სფეროში, თელს დედამიწაზე. და ჩვენთან 20 ვაკანსია არ გამოცხადებულა 20 წელიწადში ქართული კლუბების მიერ. არც 10. არ გამოურიცხავ, რომ 2-3 შემთხვევა ყოფილიყო. თუმცა დარწმუნებული არ. უშიშროებაში უფრო ადვილად დაიწყებ მუშაობას, ვიდრე ქართულ საფეხბურთო კლუბში. და თუ დაიწყებ მუშაობას, ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ შენ არაფერი შეცვალო და ყველაფერი იყოს ზუსტად ისე, როგორც შენს მისვლამდე. ან დაწყება ხო შეუძლებელია, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და დათოს ბიჭი ხარ და დაიწყე, აი, არც კი გაბედო რეფორმაზე ფიქრი, თორე დათოს დიდი პატივისცემა გვაქვს ყველას, მაგრამ კარგი, ეს ერთი საკითხი. მეორე, რომელიმე მმართველზე, კლუბის ხელმძღვანელზე თუ გსმენიათ, რომ იკითხა რჩევა. ან ვინმეს თუ იცნობთ, ვისაც რჩევა კითხეს. რჩევა რა, თუ გინდა გაითვალისწინებ, თუ გინდა არ შენი რა მითის, ხო? არაფერი არ მითის შენ. მე მქონდა ერთი შემთხვევა 2016 წელი იქნებოდა დაახლოებით, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტმა დამირეკა რაღაცაზე, აზრი მკითხა და ენა ვერ მოვატრიალებ პირში. არც მანამდე და არც მის მერე არათუ მსგავსი შემთხვევა არ ქონია, არც ვიცნობ ადამიანს, ვისაც დაურეკეს და კითხეს, რომ აი ესე ვაპირებთ და რამე ხო არ იდეა ხო არ გაქვს რამე რა. ყველაფერი იცის, არავის აზრი არ არის საინტერესო. მესამე კითხვა მაქვს. პასუხისმგებლობის აღების რამდენი შემთხვევა გახსენდებათ? ბოლო 30 წელიწადში ვიტრიალოთ. აი გამოვიდა კლუბის მფლობელი ან დირექტორი და თქვა, რომ მეგობრებო, ბევრი ვეცადე, ფული დავხარჯე, მინდოდა წარმატებისთვის მიგვეღწია, მაგრამ არ გამომივიდა. ვერ გამოვდექი ამ საქმეში ძლიერი. ამიტომ ალბათ აჯობებს მე სხვა საქმე ვიპოვო და ჩემი ადგილი სხვამ დაიკავოს, იქნებ მას მაინც გამოუვიდეს. რამდენი ასეთი შემთხვევა შეგიძლიათ დაასახელოთ? ერთზე თანახმავარ, რომ ბოდიში მოიღალა. ერთზე ვიხდი ბოდიში. 30 წელიწადში. ორზე ხურავ არას. და მეც ვიწყებ სხვა საქმეს რა. კარგო. მესამე შეკითხვა. უამრავი პატარა გუნდი გამოჩნდა ბოლო წლებში, რომელმაც ძალიან მცირე ბიუჯეტით დიდ წარმატებას მიაღწია. რამდენი შემთხვევა გახსენდებათ, რომ ჩვენები ჩავიდნენ და ამ კლუბებს გამოცდილების გაზიარებას თხოვეს. აი ვიღაცამ ორლარიანი ბიუჯეტით სიტის რომ მოუგო, ატლეტიკოს რომ მოუგო, არ უნდა დაინტერესდე რა ქნეს. ასეთი, აი რა გააკეთეს. იქნებ რაღაცა გამოიგონეს, იქნებ ხელოვნური ინტელექტ ჩაშენებული ბუცი გამოიგონეს, რომელსაც ბურთს რო დაარტყა, მოეჭველი ცხრიანში მიდის. ხო შეიძლება რა? ხო უნდა დაინტერესდეს. ხო, იქნებ და 11 წვილი ბუცით ვაგვარებთ ყველა. ხო უნდა ცნობის მოყარეობა ხო უნდა გაწუხებდეს, რომ ბიჭო რა ქნეს რა. მოდი ამ წვილმანებზე მივიღოთ ჯერ პასუხი. არ გვინდა დიდ პრობლემებზე საუბარი. ინფრასტრუქტურა რო გვიჭირს, ვიცით, განათლება, ბავშვთა ფეხბურთი, ფინანსები, დასწრება, ფეხბურთის განვითარების ფონდი და ასე შემდეგ. გადავღეჭეთ ეს თემები. აი მოდი ამ წვილმანებზე მივიღოთ პასუხი. ამას ხო არ ჭირდება არც ფინანსები, არც სტადიონები, არც მოედნები, არც დასწრება. ელემენტარული დამოკიდებულების საკითხია, სადაც ჩანს შენი მიდგომები, როგორ უდგები საკითხს. აი ესეთი ძალიან წვილმანებით დავიწყოთ და მერე ნელ-ნელა გადავიდეთ დიდ გლობალურ პრობლემებზე. კიდევ მაოცებს ერთი რაღაც. ოღონდ მართლა. ვერასდროს ამის მიზეზი ვერ ვიპოვე. ევროტურნირების
მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე რატო ვიმატებთ ფეხბურთელებს? სულ ეგრე რატო ხდება? ყოველ წელს საკვალიფიკაციო ეტაპებს შორის რატო ვცდილობთ გაძლიერებას? წყლის შესვენებაზე რატომ ვიმატებთ ფეხბურთელებს? გასაგებია რომ არც ტორპედოს წაგება აიხსნება ერთი მიზეზით, არც დინამოს 7 თორე არ პრავდება მოკლედ, მაგრამ აი ესეც ხო არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდი დაკომპლექტებული არ არის არც ერთი სრულად. 5 ცვლილების უფლება რო გაქვს და 3-ზე მეტ ცვლილებას ვერ აკეთებ, ხო? რატო? აი ამ წუთებშიც ახლა დინამო ფეხბურთელებს ელაპარაკება და ცდილობს დამატებას. მაგრამ გავარდით უკვე. არა, მაინც დავიმატებთ ვიღაცებს. გაისისთვის, მაგრამ ბერიას შეხვდება. რამდენიმე ფეხბურთელი დინამომ დაიმატა. პირველ საკვალიფიკაციომდე რამდენიმე დღით ადრე, ერთი ფეხბურთელი დაიმატა პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპებს შორის და ეხაც კი, ის ერთი შემოვიდა შეცვლაზე, აი პირველ და მეორე საკვალიფიკაციო შორის დამატებული შემოვიდა შეცვლაზე და დანარჩენები ძირითადში იყო ყველა. ხო და აი ამ ხალხს ხო ჭირდება შეთამაშება, ჭირდება ადაპტაცია, ჭირდება ფორმაში შესვლა, ხო? ანუ 6 თვით ადრე რატო არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? აი მართლა ვერცეთი მიზეზი ვერ ვიპოვე ამის რა. აი მაგალითად იბერია ეხა ამ წუთას მუშაობს გაძლიერებაზე. გადამწყვეტი თამაში გვაქვს სამშაბათს, აი ბოლო 20 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ეხა. და გუნდს არ ყავს მარჯვენა მცველის შემცვლელი, არ ყავს მარცხენა მცველის შემცვლელი, ორი ცენტრალური მცველიდან რომელიმე ყვითლები მიიღოს, ან რაღაც პატარა კუნთი გაეჭიმოს, გამოცდილი შემცვლელი არცეც არ ყავს. ხო და აი მე მინდა და მჯერა რომ იბერია გაივლის ამ ეტაპს, იმიტომ რომ უკეთესი გუნდია და ის ბევრად სუსტი გუნდია, მაგრამ ამ ხელა წარმატებასთან ერთ ნაბიჯში რო ხარ, აი რატო რისკავ ამ წარმატებას? რატო უნდა გარისკო? რატო არ უნდა იყოს გუნდი სრულად დაკომპლექტებული და მშვიდად რატო არ უნდა ხვდებოდეთ აი ამ თამაშებს და ერთ ნაბიჯში ჯგუფია, სადაც უკვე შემოსავალი და რეიტინგო ქულები და ტელევიზიები და რავი, ყველაფერი აი იცვლება საერთოდ შენი ცხოვრება ძირითად ეტაპზე გასulis შემდეგ და უკეთესი გუნდი ვართ, უარეს გუნდს ვეთამაშებით და ერთადერთი შეიძლება ხელი შეგვიშალოს იმან, რომ გუნდი დაკომპლექტებული არ არის ბოლომდე და ვინმე რამე მოეთკინოს ყვითელი რაღაცა ჩამოშილი. ხო, და რა რისთვის, ანუ რატო რისკავთ ამ ყველაფერს? აი როგორ შეიძლება გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გაიყიდოს გადამწყვეტი თამაშის წინ? გასაგებია რომ იმ ფეხბურთელმა ძალიან მოითხოვა, იტირა, გამიშვითო რაღაცა, მაგრამ მანამდეც ხო იცი რომ წასვლა უნდა ამას, 6 თვით ადრე ხო იცი რომ წასვლა უნდა. ხო შეიძლება რომ მეც ბოლო წამამდე მიყვარს საქმის მიყვანა, მაგრამ ეხლა YouTube-ი სხვა არის, ლიგაზე ხო არ გავდივარ რა. მესმის რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ჩემი აზრით, სამჯერ არ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ოკეი, სამჯერ მოხდა ყველაფერი. 30 წელი როგორ შეიძლება ერთი და იგივე ხდებოდეს. არსებობს ასეთი გამოთქმა. სიგიჟე არის ერთსა და იმავეს გამუდმებით აკეთებდე და ყოველ ჯერზე განსხვავებულ შედეგს ელოდებოდე. ესეთი გამოთქმა არსებობს რა. ჩვენ 30 წელია ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და გვიკვირს რომ განსხვავებულ შედეგს არ ვიღებთ რა. ანუ გიჟები ვართ. ვინმე პროფესიონალი თუ უყურებთ ამ ვიდეოს, გთხოვთ კომენტარებში დაგვიწერეთ დიაგნოზი. არ ვიცი რა დავიღალე. მართლა დავიღალე რა და მოდი გული გადავაყოთ. ჩემი აზრით, საუკეთესო გულის გადასაყოლებელი სპორტი კაცობრიობის ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო გულის გადასაყოლებელი სპორტი ისტორიაში არის ჭადრაკი. საოცარი საჩუქარი მივიღე საქართველოს ბანკისგან. გაჩვენოთ?
აბარისთვის გავაკეთე YouTube. თუ არ გაჩვენეთ. ეს არის საკოლექციო ხელნაკეთი ჭადრაკი, რომელიც სულ 10 ცალი არსებობს სამყაროში. მხოლოდ 10 ადამიანს გვექნება ასეთი. დედამიწის დანარჩენ 8 მილიარდ 305 მილიონ 794,022 ადამიანს გიხდით ბოდიშს. თითეული ფიგურა ხელნაკეთია, ვერ გაკეთდებოდა ბევრი სწორად გამიგეთ. ახლა გეტყვით რა ისტორია აქვს ამ სილამაზეს. პირველ რიგში გეტყვით რომ ძალიან მიჭირს ესენი არ შევჭამო. ძალიან მიჭირს. ყოველწლიურად ტარდება ძალიან მაგარი ტურნირი, ფოთის საერთაშორისო ფესტივალი. ამ ფესტივალის და ამ ფესტივალში მონაწილე ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. თუმცა ჭადრაკის ახალი ტალღა, აი ეს კამპანია, ჭადრაკის ახალი ტალღა, ამით არ შემოიფარგლება და კამპანიის მიზანია რომ ჭადრაკი ფოთის ცხოვრების ყოველდღიურობაში დაბრუნდეს და ამისათვის მალთაყვის სანაპიროზე შეიქმნა სივრცე, სადაც დიდს, პატარას, ნაცნობს, უცნობს, ყველას შეუძლია თამაში. დიდი სივრცე. ამ ყველაფრის სიმბოლური გამოხატულებაა ეს ჭადრაკი, რომლის თითოეული ფიგურა შექმნილია მალთაყვის სანაპიროზე შეგროვებული ქვებისგან და ზღვისგან გამორიყული შუშებისგან და გამოთლილია ადგილობრივი მოქანდაკის მიერ. ეს 10 ჭადრაკი ხო არსებობს? ის 10-ც ყველასგან ერთმანეთსგან განსხვავებული. და თითეული ფიგურა არის, ეხა ხელით ხო ერთნაირს ყველას ვერ გააკეთებ რა. მადლობა ამ საოცარი საჩუქრისთვის. ეჭვი მაქვს იმიტომ მაჩუქეთ, რომ გინდათ შემდეგ ფესტივალზე ჩამოვიდე, ვითამაშო, ჩემპიონი გავხდე, რეიტინგი ტყუილად ამას არ მაჩუქებდნენ. როგორც ჩემი მასტერკლასების ხილვა უნდათ როგორ ჩანს რა. მოსამზადებლები ვართ. გაისად დავილაპარაკოთ ამ თემაზე. მით უმეტეს, რომ ცოტა რეიტინგის ზრდა არ მაწყენდა, ბოლო დროს გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ დაუთმე იმდენი ყურადღება ჩემს კარიერას და რეიტინგში ცოტა საქართველოს ტოპ 100-ში აღარ ვარ. მარტო კაცებში ისევ ტოპ 100-ში ვარ, მაგრამ საერთო რეიტინგში ქალიან კაციანად 128 ადგილზე გადავედი. ყველა ქართველმა, ვინც ჩემს ქვემოთ ხართ რეიტინგში 3,951,000 ადამიანმა აღწერის შედეგებს თუ დაუჯერებთ, გამოიწერეთ უჯარიმოდ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარეზღივაკით ჩართეთ. გამასწრებთ რეიტინგში, მე გამოგიწერთ. ჩემს უკან იქნებით, თქვენ გამოიწერეთ. ხო სამართლიანი? სანამ ეხა მე ამას ესენი შემომეჭამა დაგემშვიდობებით, შევხვდებით მალე, მე დასვენებას არ ვაპირებ და ამიტომ აგვისტოში, ვაპირებ, მაგრამ ძალიან დასვენებას არ ვაპირებ. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ აგვისტოში ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. აბა ჰე